თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიკა. სიტყვა ესე, ვერვის ხელეწიფების ორთაუფალთა მონებად, ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვა იგი შეიყვაროს, ანუ ერთისა მის თავსიდვას და ერთი იგი შეურაცხყოს. 6:24. ხედავა, ვითარ მცირედ წარმოვალთა ამათ და განხრწნადთაგან განგვაშორებს და მრავლით კერძო მოძღვრებასა მას უპოვრებისასა შემოიღებს და მძლავრებასა მას ვეცხლის მოყვარებისასა განიოტებს. რამე თუ არა კმა ეყვნეს ზემოთქმულნი იგი მრავალნი და ძლიერნი სწავლანი, არამედ სხვანიცა შესწინა უმრავლესნი და უსაშინელესნი სიტყვანი. რამე თუ რაიმცა უსაშინელესი ყვაც თქმულთა ამათ სიტყვათასა უკვე თუ მოიწიოს ესე ჩვენზე და რომელ მონებისაგან ქრისტესისაგან ვარდეთ საფასეთათვის. ანუ რაიმცა იყო უსაწადეს უკვე თუ მათი თაუბულებელს ყოფითა გვექმნას ჭეშმარიტისა ქრისტეს მონებისა და ერთგულებისა მიმთხვევად. რამე თუ რასა იგი მარადის ვიტყვია აცავ თქვა ვითარმეთ, ორ კერძო ითავე სახითა მიგვიზიდავს ჩვენ მორჩილებად სიტყვათა მისთას, სარგებელისა მიერ და სავნებელისა. და ვითარცა მკურნალი ხელოვანი გვიჩვენებს ურჩებისა მიერცა მომავალსა სენსა და მორჩილებისა მიერ მოცემათსა სიმრთელესა, ვითარცა ესე აქაცა ქმნა და გამოაჩინა უმჯობესი განთავისუფლებითა მით წინააღმდგომისაითა, რამე თუ იტყვის ვითარმეთ, არა ამით ოდენ სავნებელ არ სიმდიდრე, რომელ ავაზაკთა აღსტურავს თქვენზე და გონებათა თქვენთა დააბნელებს, არამედ რომელ მონებისაგან ღმრთისა უცხოყოფს და ტყვეობასა უსულოთა მათ საფასეთასა შთაგაგდებს. იხილეთ უკვე ორ კერძოვე სავნებელი იგიან გახრებისაი, განურდომაი მონებისაგან ღმრთისა, რომლისა მონებაი კეთილარს და ჯეროან, და მონებაი მათი, რომელთა იჯერი იყო, რაითამცა უფალ და მეუფე იყვენით. და ვითარცა ზემო ორი სავნებელი გამოაჩინა საფასეთაი და ანგახრებისაი, ერთად აქა დაუნჯებაი, სადა მღილი და მჭამელი განხრყუნის და მპარავნი წარიპარვენ, და მეორედ, მუნ არა დამარხვე, სადა იგი წარუპარველად და განურყუნელად ჰგიეს საუნჯე. ეგრეთვე აქა ორ კერძო გვიჩვენებს სხვევასა მას და წარწყმედასა, ესე იგი არს განშორებაი მონებისაგან ღმრთისა და დამორჩილებაი მამონაისი. არამედ პირველად სახე მოიღო ზოგადი სოფლისაი და მერმე თქვა განცხადებულად, რამე თუ ესრეთ იტყვის, ვერვის ხელეწიფების ორთაუფალთა მონებად. ორნი უფალნი იგინი არიან, რომელნი ურთიერთას წინააღმდეგ იყვნენ და წინააღმდგომსა უბრძანებდნენ. ხოლო უკვე თუ ესე არა იყოს, არა არს მუნ განყოფილებაი, ვითარცა იგი წერილ არს ვითარმეთ, სიმრავლისა მის მორწმუნეთაისა იყო გული და გონება ერთ, საქმე 4:32 დაღაცა თუ მრავალ გუამად განყოფილიყვნეს, გარნა ერთობითა მით გონებათაითა ყოველნი ერთ იყვნეს. ხოლო აქა ვინაიდან ყოვლით ურთ წინააღმდგომსა მცნებათა ღმრთისათასა გვეტყვის ანგახრებაი, ამისთვის ვერ ხელეწიფების მორჩილთა მისთა მონებად ღმრთისა, არამედ უფრო ისღა წინააღმდგომი ქმნებიან, ვითარცა იტყვის გარდამატებულებასა ამის ჯერისასა. ვითარმე და არა ხოლო თუ არა ხმონოს, არამედ უფრო ისად მოიძულოს და წინა აუდგეს. ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხვა იგი შეიყვაროს, ანუ ერთისა იმის თავსიდვას და ერთი იგი შეურაცხყოს. საგონებელ არს თუ ორივე ესე ერთ სიტყვა არს, ხოლო თავად მან არა ცუდად ესრეთ შემზადა ესე სიტყვაი, არამედ რაითა გამოაჩინოს, ვითარმედ ადვილ არს უმჯობესისა მიმართ შეცვალებაი, რამე თუ რაითა არას თქვა თუ ერთ გზის დამონებულ ვარ და მიმძლავრებულ სახმართ მოყვარებისაგან, ამისთვის გიჩვენებს, ვითარმედ შესაძლებელ არს შეცვალებაი. და ვითარცე კეთილისგან ბოროტისა მიმართ მიიქცევიან კაცნი, ეგრეთვე და ფრიად უაღრესად იქნების ბოროტისაგან მოქცევაი კეთილისა მიმართ. ხოლო ვინაიდან ესრეთ განუჩინებელად თქვა ვითარმეთ, ვერვის ხელეწიფების ორთაუფალთა მონებად და ბუნებითითა მით წესითა საქმეთაითა დაამტკიცა სიტყვაითვისი, მერმეღა განცხადებულად თქვა, რა იგი ეგულებოდა თქმად.
წახარებაი, ვერ ხელგეტიფების ღმრთისა მონება და მამონაისა 6:24. თარგმანი, შევძრწუნდეთ სმენისათვის ამათ სიტყვათა ისა, რა ესე ვაიძულეთ ქრისტესა თქუმა და ღმრთისა თანახსენებად ოქროისა. ხოლო უკვე თუ სმენაი ოდენ ამის სიტყვისაი შესადრწუნებელ არს რაიმე ვთქვათ, ოდეს საქმით ვიქმოდით და უპატიოსნეს შიშისა ღმრთისა შეგვერაცხოს მონებაი საფასეთაი. ხოლო იტყვიან ვიეთნიმე, ვითარმეთ, რაი არს სიტყვაი ესე. არავინსა და ქმნილ არსა ორისავე ამის აღმასრულებელ, მონებისა ღმრთისა და საფასეთაისა? ნუ იყოფინ. არასა და ხილულ არს ესე. და ვითარ აბრაჰამ სათნოეყო ღმერთსა, ვითარ იობ ბრწყინვიდა. ისმინე, ჰოი კაცო, რომელი ამას იტყვი, ნუ მდიდართა წინა მიხობ, არამედ იგინი მითხრენ, რომელნი მონა იყვნენ სიმდიდრისა, უკვე თუ ჰპოო ვინ სათნო ღმრთისა. ხოლო აბრაჰამს და იობს და მსგავსთა მათთა რა დახსენებ, რომელნი ყოვლადვე შორს იყვნენ მონებისაგან საფასეთაისა? იობ მდიდარი იყო, არამედ არ ახმონებდა მამონას. არა მონა იყო მონაგებთა და საფასეთაი, არამედ უფალი და მეუფე და ვითარცა მნესა უცხოისა მონაგებისასა, ესრეთ აქ უნდა იგი ყოველივე, არა ხოლო თუ სხვათასა არა მოიტაცებდა, არამედ თვისაცა სხვათა განუყოფდა უშურველად. არცა მოგებასაზე და საფასეთასა იხარებდა, ვითარცა იტყვის, უკვე თუ სადა ვიხარე მოგებასაზე და სიმდიდრისა ფრიადისასა, იობ 31:25 ამისთვისცა არცა წარსვლასაზე და მათსა შეწუხნა, არამედ ადვილად და სიხარულით და მადლობით შეიწყნარა. ამისთვისცა დიდებული იგი სიტყვაი აღმოთქვა, უფალმან მომცა უფალმან. მომიღო. ვითარცა უფალსა ენება, ეგრეთსა იქმნა. იყავ სახელი უფლისაი კურთხეულ უკუნისამდე, იობ 1:21. გარნაა წინდელნი მდიდარნი არა ესრეთ არიან, არამედ ყოვლისავე მონებისა და ყოვლისა ტყვეობისა უძვირესად არიან და ვითარცა მძლავრსა ვისმე მძვინვარესა და ბოროტსა ხარკსა და ძღვენსა მისცემენ დაუცხრომელად. რამე თუ ტრფიალება იგი საფასეთაი ვითარცა ქალაქსა ძნელსა და საყდარსა ზედა განსვენებისასა ესრეთ დამკვიდრებულ არს გონებასა შინა მათსა და დღითი დღე ყოვლისავე ურჩულოებისა საქმესა უბრძანებს და იგინი ყოვლითა მორჩილებითა და ერთგულებითა აღასრულებენ. ამათ ესე ვითართა ეტყვის უფალი, ვერ ხელგეტიფების ღმრთისა მონება და მამონაისა. რასაც უთთა გულის რახვათა და ამაოთა სიტყვათა შემოიღებ, უბადრუკო კაცო. ერთ გზის განაჩინა ღმერთმან და თქვა, ვითარმედ ორისავე ამის მონებისა ერთბამად ყოფაი შეუძლებელ არს, და შენ ვითარ იკადრო თქუმად, თუ შესაძლებელ არს. ღმერთი გვიბრძანებს განვნევასა საფასეთასა და მამონა, მოხვეჭასა ყოველთაგან. ღმერთი გვიბრძანებს ქალწულებასა და მამონა, სიძვასა, ღმერთი გვიბრძანებს მარხვასა და მამონა, თვალობასა, ღმერთი გვიბრძანებს შეურაცხებასა ყოვლისა სოფლისასა და ამაოდ შერაცხვასა ყოველთავე საქმეთა მისთასა და მამონა, შემსჭვალვასა სოფლისასა და დამონებასა ცუდთა მათ და ამაოთა საქმეთასა. ვითარ უკვე მცა შესაძლებელი იყო ამათ წინააღმდგომთა საქმეთა ერთბამად ყოფაი. ეჰა ვითარ ბოროტ არს დამონებაი ნებსით თვისით მამონაისი, რომელი იგი მონაი არს ხენეში და განდგომილი, ვითარცა იგივე თვისვე თქუმულ არს ვითარმეთ, ღმრთად მოიგეს მუცელი მათი. შეადარე ფილიპელთა მიმართ 3:19 ვინ არს უგუნური იგი, რომელმან აღირჩიოს სახიერისა მის მეუფისა წილმონებად მძვინვარისა მის მძლავრისა, რომელ იგი აქავე ბევრეულთა ბოროტთა შინაშთა აგდებს მორჩილთა მისთა და მერმესა მას საუკუნესა განაგდებს დაუსრულებელთა მათ და მიუთხრობელთა კეთილთაგან.
ვინაიდან უკვე ყოვლით კერძო გულისხმა გვიყო უფალმა სიკეთე იგი და სარგებელი საფასეთა შეურაცხყოფისაი და უპოვრებისაი, რაც კვალად ხნებავს გამოჩინებად, ვითარმედ არა შეუძლებელსა რას მებრძანებს, არამედ შესაძლებელ არს წარმართებაი ამის საქმისაი. რამე თუ ესე საქმე არს ჭეშმარიტისა მოძღვრებისაი, რაითა არა კეთილსა ხოლო ასწავლიდეს, არამედ შესაძლებელსაცა წარმართებად. ამისთვის ითქვის სახარებაი, ნუ ხსრუნავთ სულისა თქვენისათვის, რა ისჭამოთ და ხსუათ 6:25. თარგმანი, რაითა ვერ ვინთქვას თუ რაიმე ხოთ უკვე თუ საფასენი განვაბნინეთ, ვითარ უძლოთ ცხოვრებად. ამისთვის შემსაჯეროანსა იწყებს ამის პირისათვის სიტყვად, რამე თუ უკვე თუმცა პირველითგან ეთქვა ვითარმედ, ნუ ხსრუნავთ, ძიმემცა აღუჩნდა სიტყვა იგი, ამისთვის პირველად წარმოთქვნა ვნებანი იგივე ცხლის მოყვარებისანი და მერმე ხელყო ამის სწავლისა თქუმად, რაითა უმეტესად შესაწყნარებელი ყოს სიტყვა ესე. და აცცა არა ესრეთ ლიტონად თქვა, არამედ პირველად მიზეზსა იტყვის, ამისთვის გეტყვიო, ნუ ხსრუნავთ. პირველად თქვა, ვერ ხელგეტიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა და მერმე შესწინა, ამისთვის გეტყვიო, ნუ ხსრუნავთ. ამისთვის, რომლისა ამისთვის. ფრიადისა ამის სხვევისათვის და დიდისა ამის სავნებელისათვის, რომელ სახიერისა მის და კაცთმოყვარისა ღმრთისა და დამბადებელისაგან განგაშორებს. ამისთვის გეტყვი, ნუ ხსრუნავთ სულისა თქვენისათვის, რა ისჭამოთ. არა თუ სულსა საზრდელი ეხმარების, რამე თუ უხორცო არს იგი, არამედ ჩვეულებისაებრ კაცობრივისა თქვა ესრეთ, რამე თუ დაღაცა თუ არა სახმარ არს სულისა საზრდელი, გარნა უკვე თუ ხორცთა საზრდელი არა მიეცეს, ვერ თავსიდებს სული გვამსა მასშინა ყოფად. სახარებაი, ამისთვის გეტყვი თქვენ, ნუ ხსრუნავთ სულისა თქვენისათვის, რა ისჭამოთ ანუ ხსუათ, ნუცა ხორცთა თქვენთათვის, რა შეიმოსოთ. ანუ არა სული უფრო ის არს საზრდელისა და გვამის სამოსლისა, 6:25. თარგმანი, ნუ ხსრუნავთ თუ ვითარეგოს სული გვამსაშინა, უკვე თუ ჭამადნი და სასუმელნი არა მოვირეცნეთ, არამედ გულისხმა ყავთ, ვითარმედ რომელმან უაღრესი იგი მოგცა, ვითარმცა უდარესი არა მოგანიჭა. რომელმან სული მოგანიჭა, საზრდელი არა მოგცესა გამოზრდათ ხორცთა, რაითა არსება იგი სულისა ეგოს მათ შორის. რომელმან დახბადნა ხორცნი ეგე თქვენი, არა უწყისა, ანუ არა ძალუცა საზრდელისა მოცემა და სამოსლისა. ამისთვისა არა ესრეთ ოდენ თქვა, ნუ ხსრუნავთ, რა ისჭამოთ, ანუ რა შეიმოსოთ არამედ, ნუ ხსრუნავთო სულისათვის, თუ ვითარეგოს ხორცთა შინა, ანუ თუ ვითარ შეჰმოსოთ სიშიშულე ხორცთაი, რამე თუ მათ მიერეგულებოდა სიტყვისა ამის დამტკიცებად. რამე თუ მან თავად მან მოგუცა სული და ხორცნი, არამედ სული, ვითარცა იგი მოგუცა ერთგზის, მასვე ზედა ჰგიეს, ხოლო ხორცნი დღითი დღე იზრდებიან და აგებულებაი მათი ჰგიეს, და სული მათ შინა მკვიდრარს. უკვე თუ კულა აგებულებაი მათი დაიხსნას, მაშინ სულიცა სამკვიდრებელისა მისგან განვალს. ამისთვის ორივე ესე გამოაჩინა, ერთისა მის უკვდავებაი და მეორისა განხრწნადი აგებულებაი და თქვა, ვინმე თქვენგანი ზრუნვიდეს და შეუძლო შეძინებად ჰასაგსათვის საწყრთა 1:6:27 დაიდუმა სულისათვის თქუმად, რამე თუ არა მიიღებს იგი სიორძილესა და ხორცთათვის ყოფს სიტყვასა, რაითა ამისგან იგიცა გულისხმა გვიყოს, ვითარმედ არცა ხორცთა აგებულებაი საზრდელისაგან ჰგიეს, არცა სული ამისთვის მკვიდრარს მათ შინა, არამედ განგებულებით ღმრთისაითა იქმნების ესე, ვითარცა პავლე იტყვის ვითარმედ, არცა დამსხმელი. რაი არს, არცა მომწყვლელი, არამედ აღმოორძინებელი ღმერთი.
პირველი კორინთელთა მიმართ 3:7 ხოლო ესრეთ გულისხმა გვიყო რაი ჩვენისა ამის ბუნებისაგანვე ვითარმეთ არ არის ხელგვეციფების ქმნად თავით თვისით და ამისთვის არა გვიღირს სრულმვაი არამედ ყოველივე ღმრთისა მიგდებათ სრულმვაი ჩვენი კვალად გარეშეთაცა საქმეთაგან შემოიღებს სახესა ამის ჯერისათვის წახარებაი, მიხედეთ უმფრინველთა ცისათა, რამე თუ არას თესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა და მამაი თქვენი ზეცათა იზრდის მათ. არამე უფრო ის თქვენ უმჯობეს ხართ ამ მფრინველთასა, 6:26. თარგმანი, ყოვლით კერძო გულისხმა გვიყოფს, რაითა არა უზრუნვიდეთ უაღრესისაგან და უდარესისა. უაღრესისა სულისაგან და უდარესისაგან ხორცთაისა და უმეტესად გაუდარესისაგან, მფრინველთა ცისათა. ვითარმედ უკვე თუ ესრეთ უნდოთა ამათ და შეურაცხთა ესრეთ კეთილად იურის, არა უფრო ისად თქვენთვის იზრუნოსა. ესე ერისა მის მიმართ თქვა, რომელთა ფრიადი აქ უნდა უმეცრებაი, ხოლო ოდეს იგი ეშმაკისა მიმართ ყოფდა სიტყვასა, არა მფრინველი მოიხუნა სახეთ, არამედ თქვა, არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. მათე 4:4 ხოლო აქა კაცთა მომართ იტყვის და ამისთვის სახეთ შემოიღებს მფრინველთა, რაითა შევიკდიმოთ ამისი გავისაგან. გარნავი ეთნი მეურჩულონი ესოდენ განცოფნეს, ვიდრე ღაბრალობაცა იკადრეს ამის მცნებისა და თქვეს, ვითარმედ, არა ჯერ იყო ვინაითგან ნეფსითთა ამათ სწავლათა დაუდებდა ბუნებითა საქმეთა შემოღებად და არა გულისხმოყვას უგუნურთა მათ. ვითარმედ რაღაცა თუ მფრინველთა ესე ბუნებით აქვს, არამედ ძალგვით ჩვენცა ნეფსით ქმნათ. რამე თუ არა თქვა თუ მიხედენით მფრინველთა ვითარ ფრინვენ რომელესე შეუძლებელ არს კაცისაგან ქმნათ არამედ მიხედენითო ვითარ თვინიერ ზრუნვისა იზარდებიან რომელესე ჩვენცა უკვე თუ გვენებოს ძალგვით ქმნათ ვითარცა მრავალთა ქმნეს და აღასრულეს. არამედ წყარომანმან და უბსკრულმან სიბრძნისამან არ მოიღო სახე კაცთაგან, რამე თუ აქ უნდა თქმათ უკვე თუმცა ენება ელიაისთვის და მოსესთვის და იოანესთვის და სხვათათვის, რომელთა მოიგეს უზრუნველი ცხოვრებაი. არამედაც მფრინველნი ახსენა უმეტესად საკდემელად, რამე თუ უკვე თუმცა მართალნი იგი ეხსენეს, თქვესმცა ვითარმედ, არა ვართ საზომსა მათსა, ხოლო აც მფრინველთათვის თქვა რაითა არავის აქ უნდეს მიზეზი. ვითარცა იგი ძველსაცა შინა სახეთ შემოიღებენ ფუტკარსა და ჯინჩველსა და გურიცსა და მერცხალსა, რამე თუ ამიტცა. ჯერითა პატივცემულ ვართ, რომელ ძალგვიც ნეფსით ქმნათ, რაი იგი მათ აქვს ბუნებით ისაგან წესისა. და ვინ არს რომელმან ესე არა გულისხმა ყოს ვითარმედ უკვე თუ ჩვენთვის დაბადებულთა მათ ესრეთ იურის, არა უფრო ისად ჩვენ გვიღვაწნესა. უკვე თუ მონათა მათი უწის რომელნი ესე მეუფეთ და უფლად მათზე და დაუდგენიეთ, არა გვიღვაწნესა. ამისთვის თქვა, მიხედენით მფრინველთა ცისათა. არა თქვა, რომელნი არა ვაჭრობენ, არცა მოიფრდიან არამედ, არა სტესვენ, არცა მოიმკიან. ვაჭრობანი და სხვანიან გახრებანი არცა თუ ახსენა, ვითარცა სრულიად ნამეტნავნი, არამედ განწესებულთა ამათ საქმეთათვის თქვა, არა სტესვენო არცა მოიმკიან. თქვას ვინმე ვითარმედ და არა ჯერ არსა თესვაი და მკაი. გარნა გულისხმად ყავთ, არა თქვა თუ თესვაი არა ჯერ არს, არამედ ზრუნვაი არა ჯერ არს, არცა თქვა თუ შრომაი არა ჯერ არს, არამედ განლევაი თავისათვის ისა იზრუნვათა და საურავთაგან არა ჯერ არსო და არცა ესე თქვა თუ საზრდელისა მიღებაი არა ჯერ არს, არამედ ყოველსა შინა უზრუნველობაი ხოლო გვიბრძანა. ესე სიტყვაი პირველვე დავით მოასწავა და თქვა, თვალნი ყოველთანი შენ გესვენ და შენ მოსცე საზრდელი მათი შამსა. აღამაღლო ხელი შენი და ზრდიდე ყოველთავე სიტკბოებითა ნებისა შენი საითა.
ფსალმუნი 144, 15, 16 და კვალად ითქვის, რომელმან მოსცის საზრდელი პირუტყუთა და მართვეთა ყორნისათა რომელნი ხადიან სახელსა მისცა. ფსალმუნი 146, 9. რაითა ესე ყოველი გუესმას და დავსცხრეთ ცუდთა მათ და მრავალთა ზრუნვათაგან, რომელთაგან არა იარს სარგებელი. ხოლო მეტყვიან სულმოკლენი და ზრუნვის მოყუარენი, ვითარმეთ, ვინსა და იპოა, რომელიმცა არა ზრუნვიდა. არა გესმა, რომელნი ზემოახსენენ, მოსე და ელია და იოანე და სხვანი მრავალნი. არა ხედავა კვალად იაკობს, ვითარ მამულისა მის სახლისაგან შიშველი განვიდა და იტყოდა, უკვე თუ მომცეს უფალმა პური ჭამა და სამოსელი შემოსად დაბადება 28-20, რომელი ესე არა ზრუნვისა სიტყვა იარს, არამედ ღმრთისაგან თხოისაი და მისისა სასოებისაი. ეგრეთვე მოციქულთა წარხმართეს ესე სრულიად, რაჟამს ყოველივე დაუტევეს და არცა ერთი რა იზრუნვა იზრუნეს. ეგრეთვე 300-თა მათ და 500-თა და სხვათა მრავალთა, რომელნი სწავლასა მოციქულთასა შეუდგეს და ყოვლისავე მონაგებისა მათისაგან შიშველნი განვიდეს და მიმოვიდოდეს სოფელსა შინა, ქადაგებდეს სახარებასა წმიდათა მოციქულთა თანა და ყოველივე ზრუნვაი საზრდელისა ანუ სამოსლისაი არა აქუნდა, არამედ სასოებითა ღმრთისაითა ცხონდებოდეს. ხოლო შემდგომად მათსა მიხედენით კვალად კრებულსა მამათასა მეუდაბნოეთა და განშორებულთასა, რომელნი უკვე თუ თითოეულად ვახსენე, რავდენთა სრულიად უარყვას ყოველივე ზრუნვაი ხორცთაი და უფალსა მისცეს სასოებაი მათი, ავრაცხნე იგინი და უფროის ქვიშისა განმრავლდნენ. ხოლო ჩვენ უკვე თუ ამათ ესოდენთა სახეთა კეთილისათა ვერ ვბაძავთ ფრიადისა მის სიზრქისათვის გონებათა ჩვენთასა, მივხედნეთ უსარგებლობასა მას ზრუნვისასა და ამისთვის ვიჯვნათ მისგან, რამე თუ ამისთვის იტყვის უფალი. წახარებაი, ვინ თქვენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებათ ჰასაკსათვის საწყრთა 1:6-27. თარგმანი იხილეა, ვითარ ხილულისა მისგან უხილავი იგი საცნაურყო? რამე თუ ვითარცა ჰასაკსა შენსა რაოდენცა ზრუნვიდე, ვერცა თუ მცირეცა რასმე ხელგეთიფები შეძინებადო, ეგრეთვე ზრუნვითა შენითა ვერცა საზრდელისა მორეცად ძალგიც დაღა თუ ეგრეთ გონებ, თუ ზრუნვითა შენითა მოირეც, რამე თუ ესე სახე გულისხმა გვიყოფს. უკვე თუ გუენებოს ვითარმეთ ყოველსა ღმრთისა განგებულება იქმს და იგი გუზრდის ჩვენ და ყოველსავე აღასრულებს, რაღაცა თუ ჩვენ ვერ ვსცნობთ. ხოლო უკვე თუ მისმან განგებულებამან დაგვიტევნეს, არცა ზრუნვაი სარგებელ გუეყოს, არცა შრომაი, არცა საფასენი, არცა სხვა რაი, არამედ ყოველივე ცუდ და ამაო იქმნას. სწავლაი გამოწყალებისათვის. რაც უკვე ნუნცა ვინ გონებს, თუ შეუძლებელნი არიან მცნებანი ქრისტესნი აღსრულებად, რამე თუ მრავალნი არიან ამათსა ჟამთა რომელნი აღასრულებენ მათ, ხოლო უკვე თუ ჩვენ უმეცარ ვართ, ნუ გვიკვირს, ნუცა ამისთვის ურწმუნო ვიქმნებით, რამე თუ ელიაცა ეგრე ჰგონებდა, თუ იგი ხოლო დაშთომილა არს ღმრთის მსახურთაგან, არამედ ესმა ვითარმეთ, და მიტეობია თავისა ჩემისა 7,000 მამაკაცი. შეადარე მესამე მეფეთა 19, 18 და 10-ცა უკვე საცნაურ არს ვითარმედ მრავალნი აღასრულებენ მოქალაქობასა მას სამოციქულოსა, განშიშულებულნი ყოვლისაგანვე ზრუნვისა და საურავისა. ხოლო უკვე თუ ურწმუნო ვართ ამასზე და არა თუ ამისთვის არს ურწმუნოება იგი, რომელ აღმასრულებელნი ესე ვითარისა მის მოქალაქობისანი არა არიან, არამედ რომელ ჩვენ ფრიად შორს ვართ და უცხო მისგან, ამისთვის ურწმუნო ვიქმნებით. ვითარცა იგი მომთრვალესა არა ხრწავნ, თუ არს კაცი, რომელი არა თუ ღვინოსა ოდენ განეყენების, არამედ არცა თუ წყალსა სვამს, გარნა ესე მრავალთა მონაზონთა ჩვენ მიერცა ხილულთა წარხმართეს, რომელ არცა თუ წყლისა გემოსა იხილვიდეს, არა თუმცა ღვინოსა სუმიდეს. ეგრეთვე მეძავსა არა ხრწავს, თუ ადვილ არს ქალწულებაი და რომელი სხვათასა მოიტაცებდეს, არა ხრწავს, თუ არს ვინ, რომელი ყოველსა მონაგებსათვისა სხვათა განუყოფს.
ეგრეთვე რომელნი განილევიან დღითი დღე ბევრეულთა ზრუნვათა შინა, არ ადვილად შეიწყნარებენ სიტყვათა ამათ, ხოლო ადვილ არს ამისი გამოჩინებაი, ვითარმეთ ჭეშმარიტ არს და არა შეუძლებელ მცნებაი ესე, არა მათ მიეროდენ, რომელთა ძველსა შინა და ახალსა განცხადებულად წარჰმართეს მცნებაი ესე, არამედ მათ მიერცა, რომელნი ჩვენისა ამის ნათესავისაზე აღასრულებენ ამას სათნოებასა, გარნავინაიდან თქვენ ვერ ხელყოფთ კეთილსა ამას საზომსა. დაუტეო ამის პირისათვის სიტყვაი და იგი ვთქვა, განეშორენით ან გახრებისაგან ისწავეთ. მოწყალებაი და უცხოდ შეწყნარებაი. უკვე თუ ესე წარჰმართოთ საყუარელნო, ადრე ღირს იქნათ მასსა საზომსა მიწევნათ. იჯმენით მეტთა მათ და ნამეტნავთა მონაგებთაგან და მოხვეჩისაგან და ტაცებისას სიმართლისა ნაყოფთაგან იყავ ნაქონები თქვენი. რამე თუ ნეტარი იოანეცა ოდეს იგი ასწავლიდა მეზვერთა და მხედრობად განწესებულთა ესრეთ ეტყოდა, ნუ ვისაჭიროებთ, ნუცა ცილსა სწამებთ და კმა გეყამროჭიკი თქვენი, ლუკას 3:14 არა თუ არა ენება უაღრესთა საქმეთა და მაღალთა სათნოებათა სწავლად, არამედ იცოდა ვითარმეთ ფრიადისა მის უძლურებისაგან გონებათა მათთა ისა უზეშთა ეს და მათ სმენად ვერ ძალუც. ამისთვის მცირეთა მათ საქმეთა ეტყვის და დიდთა თანაწარ ხდების. ამისთვის მეცამ დაბალთა ამათ და მცირეთა საქმეთა გამცნებ, რამე თუ უწყი ვითარმეთ წესი იგი სრულისა მის უპოვრებისა იუზეშთა ეს საზომისა თქვენისა არს, და თუმცა უდარესთა ამათ მცნებათა ხელ ჰყავთ აღსრულებად, რამე თუ ესეცა ფრიადი ნუგეშინის ცემაი არს. რაღაცა თუ უპოვრებაი წარმართთა შორისცა მრავალთა წარჰმართეს და სრულიად ყოვლისავე მონაგებისაგან განშიშულდეს, რაღაცა თუ არა საღვთოითა გულის სიტყვითა და გამოაჩინეს, ვითარმეთ ყოვლადვე არა შეუძლებელ არს საქმე ესე, ვინაიდან მათსა წარჰმართეს. გარნა თქვენთვის კმა არ სჩემდა, უკვე თუ მოწყალებაი კეთილად წარჰმართოთ, რამე თუ უკვე თუ ამას შინა წარემატებოდით, ადრე მიიწინეთ უაღრესისა და უზეშთა ესისა საზომისა მიმართცა. ხოლო უკვე თუ ამასცა არა აღვასრულებდეთ, რაიმე სიტყვაი გვაქუნდეს, რომელთა და ბრძანებულ არს, რაითა უმეტეს ძველსა შინა შჯულსა წარმართებულთასა ვიქმნეთ და ჩვენ უდარეს ვიპოვნეთ წარმართთასაცა. რაიმე ვთქვათ, რომელთა ბრძანებულ არს, რაითა ანგელოზ ვიქმნეთ და შვილღმრთისა, ოდეს კაცებისაცა წესსა არა დავადგრეთ. რამე თუ ტაცებაი და მოხვეჭაი არა კაცობრივისა პირმეტყველობისაი არს, არამედ მხეცებრივისა მძვინვარებისაი, და უფროისად მათისაცა უძვირეს არიან, რომელნი სხვათასა მოიტაცებენ, რამე თუ მათ და ბუნებითი არს ესე საქმე, ხოლო ჩვენ, რომელნი პირმეტყველებითა პატივცემულ ვართ, უკვე თუ ბუნებისა გარეშესა მას სიფიცხესა და მძვინვარებასა შთავცვივეთ, ვითარმე ვპოვოთ წყალობაი. ამისთვის, ძმანო, გულისხმოვხოთ საზომი იგი წინამდებარისა ამის და განწესებულისა ჩვენ და მოქალაქობისაი და ვისწრაფოთ თუ საშუალსა მას მიწევნათ წესსა, რაითა დღითი დღე წარმართებითა სისრულესაცა მივიწინეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.